მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მე არაერთხელ აღნიშნე, რომ ევროპა ორი სახის პანიკის წინაშე დგას. პირველი ესაა ევროკავშირის უუნარობა, კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს დიდ მოთამაშეებს. მეორე კი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, დაახლოებით ერთი კვირის წინ ევროკავშირის არაფორმალური შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რა ხიფათის მომტანი შეიძლება იყოს ჩვენთვის ის მოცემულობა, რომ ევროკავშირს ერთიანი საგარეო პოლიტიკა არ გააჩნია. არსებითად, როდესაც ევროკავშირის დიდი სახელმწიფოები ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროზე საუბრობენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ორგანო მთლიანად პროამერიკული ხასიათისაა და თანაც გავლენა არ აქვს აღმოსავლეთ ევროპაზე. დონალდ ტრამპი პატივს არ სცემს ევროკავშირის ორგანოებს და საერთო ჯამში ის პატივს არც ევროკავშირს სცემს. მან რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ ურჩევნია ურთიერთობები თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან აწარმოოს და არა მთლიან ბლოკთან. სწორედ ამ კონტექსტში განაცხადა ტრამპმა, რომ სურს გრენლანდიის მიერთება. გრენლანდიის, რომელიც დანიის განუყოფელი ნაწილია. რასაკვირველია, შეიძლება ეს გადაჭარბებულ ამბიციად მივიჩნიოთ. თუმცა თუ ტრამპი ძალის გამოყენებით მართლაც შეეცადა გრენლანდიის მიერთებას, მაშინ ევროკავშირს მოუწევს მისი ისევე აქტიურად დაცვა, როგორც ის ახლა უკრაინას იცავს. რა თქმა უნდა, ამ სცენარში ევროპა უშანსოდ იქნება. დღევანდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა მზადაა მაღალტექნოლოგიური ობიექტები ააშენოს ევროპული ფოლადითა და ალუმინით, ნათელი მანიშნებელია ნდობის დაბალი დონისა ამერიკის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს შორის. ერთი მხრივ მე ვაფასებ ევროკომისიის განცხადებას, რომლის მიხედვით ევროკავშირი რეაგირებას არ მოახდენს ახალ ზომებზე, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტის ოფიციალური გადაწყვეტილება მაგიდაზე არ იქნება. მეორე მხრივ მე მიმაჩნია, რომ ევროკავშირის უუნარობა, კონკურენცია გაუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ერთგვარი გაფრთხილება იქნება ევროპელი ლიდერებისთვის. ევროპას მოუწევს იყიდოს უფრო მეტი ბუნებრივი აირი და ნავთობი ამერიკისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღმოსავლეთზე დამოკიდებულება ჩანაცვლდება დასავლეთზე დამოკიდებულებით. ამასთანავე, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ევროპა გადაუხდის ფულს ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში მიწოდებული იარაღისთვის. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ევროპამ ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე გაზარდა იარაღის ექსპორტი. ხოლო დიდი გავლენის მქონე ევროპელი ლიდერები ახლა დონალდ ტრამპის მიერ მისაღებ ახალ ზომებს ელოდებიან. მინიმუმი, რის გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, არის ის, რომ შევთანხმდეთ, რას მოუტანს ევროკავშირს ამერიკის შეერთებული შტატების მაღალტექნოლოგიური ობიექტის მშენებლობა ევროპული ფოლადისა და ალუმინის გამოყენებით. უნდა დავადგინოთ, თუ რა დაცვითი ზომების მიღება შეგვიძლია, რათა უზრუნველყოთ ჯანსაღი ევროატლანტიკური სისტემის შენარჩუნება. მიუხედავად ამისა, მე წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ანტისამთავრობო მედიასა და ანტისახელმწიფოებრივ კოალიციას სრულად აქვთ რეალობის აღქმის უნარი დაკარგული. გასული წლის მაისში ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც პირდაპირ კავშირში იმყოფებოდა ოპოზიციასთან, ჩემს მოკვლას შეეცადა. ახლა კი ისინი ქმნიან ფსევდორეალობას, თითქოს მე მოვუწყე ეს ყველაფერი საკუთარ თავს. ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში კი, როდესაც ჟურნალისტ კუჩიაკის და მისი მეგობრების მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი, მთავარ მტრად მე გამომაცხადეს. ისინი 1000 გვარ ტყუილს ავრცელებენ და ამბობენ, რომ არ ვიმსახურებთ ნატოსა და ევროკავშირში ყოფნას, რაც ნამდვილად სიცილის მომგვრელია. ოპოზიციის ბრალდებები იმდენად არასერიოზულია, რომ კომისიის თავმჯდომარესაც კი მოუწია ჩარევა და მათი ბრალდებების უარყოფა. მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა მათთვის საკმარისი. დღეს ოპოზიციამ ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ მათ ჩვენი არ სჯერათ და ჰგონიათ, რომ ჩვენ ევროკავშირის დატოვება გსურს. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ერთგვარი აკვიატება გვაქვს, დავტოვოთ ორგანიზაცია. თუმცა კი ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. როდესაც ეს არგუმენტიც არ გაამართლებს, შემდეგ იტყვიან, რომ მე გასულ კვირას თითქოს და სუპერ მნიშვნელოვანი სამიტი დავტოვე ბრიუსელში. თუ კი ეს სამიტი მართლაც უდიდესი მნიშვნელობის იყო, რატომ არ დაესწრო მას ევროპარლამენტის თავმჯდომარე, როგორც ამას რეგლამენტი მკაცრად მოითხოვს? პასუხი მარტივია. სინამდვილეში ეს მნიშვნელოვანი სამიტი სულაც არ ყოფილა. ეს წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა იყო, სადაც განიხილებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საგარეო პოლიტიკური მიდგომები. შემდგომ შევხვდით ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს და მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარებზე ვისაუბრეთ. მხოლოდ ამის შემდეგ იყო არაფორმალური ვახშამი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან ენერგოპოლიტიკის კომისართან ორი მნიშვნელოვანი მოლაპარაკების რაუნდის შემდეგ ანგარიში წარუდგინე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს და შინ სლოვაკეთში გავემგზავრე, რათა სლოვაკეთის სახალხო პარტიაში არსებული კრიზისი გადამეჭრა. თუმცა პარტია პროგრესული სლოვაკეთის ლიდერი მისი გონებრივი სისუსტიდან გამომდინარე მუდმივად იტყუება და პარალელურად ახალ
ახალ ტყუილებსაც იგონებს. რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მას სამსახიობო კოლეჯი აქვს დამთავრებული, რადგან სიტყვით გამოსვლების დროს შესანიშნავად იტყუება. ჩემთვის სახალისო იყო, როდესაც ოპოზიციურმა პარტია პროგრესულმა სლოვაკეთმა მადლობის წერილი გაუგზავნა ზელენსკის. მას შემდეგ, რაც მან ერთპიროვნულად შეწყვიტა რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში, რითაც მნიშვნელოვნად დააზიანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები და მთელი ევროკავშირი. ოპოზიცია სრულად უჭერს მხარს ზელენსკის და ჰპირდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სლოვაკი ჯარისკაცები უკრაინაში გაიგზავნებიან. ამასთანავე ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ახლა რუსული გაზი სლოვაკეთში თურქული მილსადენებით აღწევს და ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ თურქული და რუსული მხარის მადლიერები უნდა ვიყოთ. მე არ მახსოვს, რომ პროგრესული სლოვაკეთის წარმომადგენლები მოსკოვში ან ანკარაში ყოფილიყვნენ ჩასული. სლოვაკეთს არ აქვს ისეთივე ფუფუნება ალტერნატიული ენერგოწყაროებისა, როგორც უკრაინას. ჩვენ გაზს უცხოური კომპანიებიდან ვიღებთ. თუმცა ჩვენ გვაქვს მორალური უფლება შევაჩეროთ უცხოური კომპანიების მიერ უკრაინაში გადასაზიდი გაზის ოდენობა 7,5 მილიონი კუბური მეტრით. ევროპიდან უკრაინაში ენერგორესურსების მიწოდება უფრო აძლიერებს ზემოქმედებას ბუნებრივი აერის ფასზე, რომელმაც დღეს რეკორდულად მაღალ ნიშნულს 60 ევროს მიაღწია მეგავატზე საათში. ჩვენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, რადგან ევროკავშირი თავს ისულელებს. უკრაინა ზიანს აყენებს ევროპას. ყველასათვის ცხადია, რომ ევროპას არ შეუძლია უკრაინის დაცვა. სლოვაკეთის ოპოზიციური პარტიები სრულად ეთანხმებიან ნატოს გენერალური მდივნის, ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს განცხადებას, თითქოს უკრაინაში დასავლეთი ემარჯვებს, მაგრამ ფრონტის ხაზები სხვა მიმართულებით მიდის. ცოტა ხნის წინ რუტემ საჯაროდ აღიარა ის, რასაც ჩვენ ომის დაწყების დღიდან ვამბობთ. ომი უკრაინაში სასარგებლოა დასავლეთისთვის, რადგან ამით რუსეთი დასუსტდება. რასაკვირველია, ეს ასე არ მოხდება, თუმცა მათი მიზანი უკვე ყველასათვის ცხადი გახდა. ყველაზე დიდ ფასს ამაში უკრაინელები გადაეხდიან. მათი თავგანწირვით კი დასავლეთი ისარგებლებს. ნებისმიერ შემთხვევაში იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები შეძლებენ რაც შეიძლება სწრაფად გამონახონ კონფლიქტის დასრულების გზები. ნებისმიერ შემთხვევაში იმედი უნდა გქონდეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავიგებთ, რა რაოდენობის თანხებს იღებდა სლოვაკეთის უცხოეთიდან დაფინანსებული მედია საშუალებები USAID-დან, რათა ჩვენი პარტიის განადგურება მომხდარიყო. ყველა ჩვენგანს ახსოვს ბატონის სიმაჩეკის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ სოროსის ფულის გარეშე ვლადიმირ მესიარი არასდროს დამარცხდებოდა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.